რამდენი წელია ხელისუფლებაშია ქართული ოცნება? 12 წლის მერე გავიდა 13 წელი. 13 წლის განმავლობაში არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო, არსებობს გამოძიების ორგანოები, არსებობს უშიშროება, ყველაფერს თავი რო დავანებოთ. თუ მათ ჰქონდათ სურვილი რომ რაღაცა კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტული პირების ბრალეულობა დაედგინათ, აგერ სააკაშვილი ციხეში ზის, მერაბიშვილი ციხეში იჯდა, უგულავა ციხეში იჯდა, ახალაია ციხეში იჯდა. კიდე რამდენიმე ადამიანი დევნილია და გაქცეულია ყოფილი მაღალჩინოსნები და რაღაც. ეს რაც ხდება 13 წლის შემდეგ ფაქტიურად, ეს არის პოლიტიკური შოუს ელემენტების სერიოზულად შემცველი. ეს არის პური და სანახაობის რაღაც ერთგვარი ივანიშვილისეული ვერსია. გამოიტანა ეს თემა ახლა და ხედავთ თქვენ ახლა იბარებენ მაშინ ყოფილ მაღალჩინოსნებს, იბარებენ ისეთ ადამიანებს, რომელთა პასუხი ამ თემაზე ახლა 2008 წლის ომი და თუ გნებავთ კიდე სხვა ტიპის თემები, რომელზედაც იქნება საუბარი ამ საგამოძიებო კომისიაზე, უინტერესო საზოგადოებისთვის ნამდვილად არ იქნება. ამიტომ მაგერ მე და თქვენ ვზივართ ახლა და ვსაუბრობთ ხო ამ საგამოძიებო კომისიაზე. ანუ ის დღის წესრიგი, ის პროტესტი, გაღალბებული არჩევნები, თემა რომ ვადამდელი პოლიტიკური პატიმრები, ასე შემდეგ ეს თემები ყველაფერი ესე იგი უნდა გადაფაროს ხელისუფლებას და რა თქმა უნდა ეს დატვირთვა აქ, აბა სხვა დატვირთვა რო ქონოდა და სხვა სურვილი რომ ქონოდა, კიდევ ერთხელ გეუბნები 13 წლის განმავლობაში რას ვერ გამოიძიებდა და რას ვერ გააკეთებდა. გადაფარვა მხოლოდ პოლიტიკოსების დაჭერაზე შეიძლება წავიდეს როგორ გგონიათ? რისი? პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე შეიძლება წავიდეს აქ ხაზარაძე ჯაფარიძეს. ერთ რამეში ვარ, ესე იგი რასაც არ გამოვრიცხავ არის რომ ნამდვილად ამ ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით ისეთი დაპირებები ქონდა შეიძლება ამ ოპოზიციური პარტიების მიმართულებით ძალიან დიდი რაღაცა გამოიყენოს და წავიდეს ამ მიმართულებით. მან ხო ხედავთ ახლა მარტო ის არ არის, რა ქვია, მაშინ ყოფილი სახელმწიფო პარტია აგერ ხაზარაძე და ჯაფარიძეც დაიბარეს. თან ახლა თვითონ დანიშნა ოპოზიცია გითხრა რომ აგერ ვიქტორ ჯაფარიძეა ოპოზიცია და წყალობდეთ და იცნობდეთ და მაგარი ოპოზიციონერიაო ეს არის რაც არისო ყველაფერი. ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ესეთი დამოკიდებულება აქვს. მედიებთან დაკავშირებით კანონებს იღებს და სპეციალურად აგერ გეუბნებით ახლა მედია რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, ეს რა მედია? მედია უნდა აკებდეს ხელისუფლებას და საერთოდ ყველაფერი რაც არის სტანდარტები დემოკრატიული, ყველაფერი თავდაყირად დგება ხალხო. ყველაფერს თავდაყირა აყენებს ეს კაცი და ამბობს მეოთხე ხელისუფლება რატო ქვია მედიას, იმიტომ რომ უნდა ცალკე შტოა და უნდა მან ის დანარჩენი სამი შტო ხელისუფლების უნდა აკრიტიკოს და მის გამო უნდა იყოს დამოუკიდებელი. არასამთავრობო სექტორზე ამბობს ფონდს შევქმნიო და მე თვითონ გავაკეთებ ესე იგი არასამთავრობო სექტორს ჩემსას და ასე წარმოუდგენია მას პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება და ასე მივდივართ. კომისიას რომ დაუბრუნდეთ, ისევ დისკუსია ღირს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან თქვენც თქვით რომ ეს მაინც ცირკია და სანახაობა, ღირს ამ ცირკსა და სანახაობაში მონაწილეობის მიღება თუ ეს ნიშნავს საკუთარ ფეხით შესვლას ივანიშვილის ხაფანგში. არც ერთია და არც მეორე თეონა უნდა გითხრათ. ეხლა მე არ ვიქნები მკაცრი გამჟელი იმ ადამიანების, ვინც იქ მივარ და ვინც რაღაც კითხვებზე პასუხს გაცემს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ ვნახავთ, რომელიც ოცნებასთან შეკრული იქნება, მივა იქ და იმ ტექსტებს ილაპარაკებს, რაც ესე იგი ეს ამონება და იქ ღიმილს და სიხარულს მოგრის იმ ასეთი ტიპის სპექტაკლი იქნება იქ და ეხლა ვინმე თუ გულწრფელად მივა და რაღაცა თავის მოსაზრებას არ მინდა მე არავის სახელი თქვენ ყველას მიხვდებით თქვენ თვითონ ჩემზე არანაკლები პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ. ასეთ ადამიანებს იპოვიან, მიიყვანენ, ალაპარაკებენ და შოუს ელემენტების შემდგომ სპექტაკლია ეს ერთგვარად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ამას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. აი ამ საგამოძიებო მე ეს პროკურატურაში უნდა წავიდეს და ბოლოს სიტყვა მაინც პროკურატურამ უნდა თქვას. ამიტომ ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამს ივანიშვილის ხელისუფლება, იმიტომ რომ ბევრი კურდღელი დაიჭიროს ამით. ერთი კურდღელი თქვენ ახსენეთ ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლისთვის შეიძლება გამოიყენოს. მეორე თემაა რომ შეიძლება ზეწოლისთვის ან პატიმრობის რისკი არ არის რეალური, როცა თქვით რომ ხაფანგია, ანუ მიხვიდე ან ციხეში უნდა წახვიდე, ანუ ხაზარაძე ხო თქვა ციხეში უნდა წავიდეს, ან შეიძლება მე ისეთ პოლიტიკოსების რიგს არ მივეკუთვნები, არ მგონია რომ პოლიტიკოსს რომელსაც ციხეში ჩასვენ ამით რაღაც დაკარგავს. არ მგონია თუ პოლიტიკური საქმიანობა გინდა ამისთვისაც ათ უნდა იყოს ხარ რა თავისთავად ეგ არის და ამიტომ არ მგონია რომ ეს რაღაცა ტიპის რაღაცა დიდი ხო რა თქმა უნდა იყოს და ერთი თემა აქვს ამ საგამოძიებო კომისიას და მე მინდა თქვენ ეთერში ეს თქვა. ეს შეიძლება ძალიან საშიშ რაღაცა ტენდენციებსაც.
მე ყველა ეთერში ყოველთვის ვლაპარაკობდი ამ საშუალებაზე, როცა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გააფუჭა ხელისუფლებამ, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ვდგავართ არაღიარების პოლიტიკაზე. არაღიარების პოლიტიკა რას ნიშნავს, რომ თელმა მსოფლიომ აღიარა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა, ეს იყო მათი ბრალეულობა და აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებით დოკუმენტები მიიღეს კონგრესში და სენატში, სადაც პირდაპირ სანქციებით ემუქრებიან იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოში და ეს ყველაფერი ისე ეთამაშებიან ამ ყველაფერს, რომ შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ, მე ამას ვამბობ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სულ ერთი არაა სამ სიტყვები, სამშობლო, ენა, მამული, სარწმუნოება, ვინც კონსერვატიულადაა განწყობილი, ვინც მოქალაქეობრივად უყურებს ამ ამბავს, ის ადამიანები, რომლისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობა ცარიელი სიტყვები არ არის, იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალიან სახიფათო თამაშებს ამას ვერაც ცნობიერებს ივანიშვილი როგორ გქონიათ. ანუ ივანიშვილის ამოცანა ახლა რა არის? ეს ხდება არაღიარებული არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ და თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე. 6 თვი აქვს მათ შორის ამ კომისიას მუშაობის პერიოდი. მე კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ, კი არა, მიღებულა. ბოდიში რომ მოიხადა ცხინვალში. მაშინ არ დააყენა საფრთხის ქვეშ ეს საკითხი. თუ შენ გაქვს აბო თუ შენი ბრალი იყო, თუ შენ დაიწყე და თუ ასეთი თემაა, ხო დგება ეს კითხვის ქვეშ რა. ამიტომ რა თქმა უნდა, მათთვის ეს რა დაწყებული რაც აქვს ეს თემები რაც არის. ეს საფრთხის შემცველი რომ არის დარწმუნებული ვარ იციან, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით თამაშობენ ესენი ყველაფერი თანაც ახლა ხედავენ რომ საგარეო მიმართულებით ისეთი ისა გვაქვს სიტუაცია გვაქვს რომ ევროპაც ამერიკაც რაღაც გადახედვის პროცესებში არიან რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ამიტომ დრო იხელთა ეხა და რა ვიცი თავის ამოცანა რაც აქვს შიდა მინდორზე რა ამოცანაც აქვს ცდილობს რომ მაქსიმალურად შეასრულოს და გარწმუნებთ მე თქვენ რომ ეცდება რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში კანონმდებლობის თვალსაზრისითაც და უშუალოდ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისითაც თუ გნებავთ რაღაცა ხედავთ ახლა 5000 ლარიანი ჯარიმები ისე ჩამოარიგეს ვითომ აქ არაფერი საერთოდ რო არ იყვნენ ადამიანები და ეს არის ერთ-ერთი მიმართული ანუ კომპლექსური შეტევა იქნება სამოქალაქო საზოგადოებაზე და ეს არის ფაქტი რა აქვს ოცნებას რეალურად ლეგიტიმაციის კრიზისი საგარეო ლეგიტიმაციით დაუწყოთ ეხლა თქვენ პარალელურად გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაკა ბოჭორიშვილის ავსტრიაში ვიზიტის დეტალები უნგრეთში იყო მანამდე. როგორ არა აქვს ლეგიტიმაციის კრიზისი? აქ 100%-იანი იზოლირება დაუშვათ იმ ევროპული სამყაროს მხრიდან, რა თქმა უნდა, არ იქნება ისო რუმინეთში წავიდნენ, ისო უნგრეთში წავიდნენ, ისო რაღაც კიდე წავლენ. ეხლა არის შეიძლება წავიდნენ სლოვაკეთში კიდე ქვეყნებში, ავსტრიაში. შესაძლებელია წავიდნენ ეხლა 100%-იანი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ აქვს. მას მუდმივად ექნება იმის სათქმელი რომ აი არა მაქვს მე ლეგიტიმაციის პრობლემა აი ვიყავი აქ ვიყავი მაგრამ ჩვენ ხო ვიცით საფრანგეთი გერმანია ინგლისი ესპანეთი ბალტიის ქვეყნები თუ ესენი არ არიან ხო ახლა ბირთვი ვინც არის და ღერძი ვინც არის დაუშვათ ევროპისაც და პოლიტიკის წამყვანები ვინც არიან ეგ არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით მოდი ერთი პასაჟი ვნახოთ და დავინახოთ ყველამ რა ტრამპის ადმინისტრაცია უკვე 20 იანვრის შემდეგ შეხვდა აზერბაიჯანის წარმომადგენლობას, შეხვდა სომხებს, შეხვდა რუსებს, შეხვდა უკრაინელებს, შეხვდა, რა ვიცი, ყველას ჩვენს ირგვლივ ვინც არის საქართველოს არ ქონია არანაირი კომუნიკაცია. ხვალ მეგობარი აქტი გადის სენატში, რა ისევ. ანუ არავით არის კომუნიკაცია, არავით არის ტრამპი გადაგვარჩენს და ტრამპი გვიშველის თემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ესე იგი რაღაცა მესიჯებიდან რაღაცა ტიპის ნაწილი მათ გამოაცხადეს ეს ჩვენი მესიჯებით ლაპარაკობ ჩვენი კაცია მოკლედ და მშვიდად იყავით რაღაცა ამის მიუხედავად სხვა ამბავია მეგობარი აქტი გადის ისე ორპარტიულია იმ რიშისადმი ხარდაჭერა რომელიც ტრამპმა დააფიქსირა პირდაპირ თავის ესე იგი ტვიტერის გვერდზე ესეც არისო შემთხვევითი ვიცით რომ რიში არის ძალიან კრიტიკულად განწყობილი საქართველოში მოქმედი ხელისუფლების და მისი ნაბიჯების მიმართ ამიტომ ყველაფერი არის ასე ვთქვათ ძალიან ისეთი აი გაურკვევლობაში არის თვითონ ხელისუფლებას დღეს და უნდა ვთქვა რომ გარკვეულწილად ჩვენც გაურკვევლობაში ვართ იმიტომ რომ რაღაცა ზარიც ამ კონტექსტში შავი ზღვის უსაფრთხოების თემების ზარი თურქეთთან და სომხეთთან არასაზღვაო ქვეყანასთან პირდაპირ ზარი და საქართველოს სად არის ამ საქართველოს არ არის ამ საქართველოს სომხეთი რაშვაშია და საქართველოს სად არის ზღვასზე გასასვლელი საქართველოს ხარებს სომხეთი ფაქტია რომ ჩვენ ვიმყოფებთ ისეთ მდგომარეობაში სადაც გვაქვს ნერვების ომი ამ ნერვების ომში იმარჯვებს ის
ვისაც უფრო მტკიცე ნერვები აქვს. მე გეტყვით, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დღეს არის საქართველოში, არ ყოფილა არასდროს. ეს პროტესტი არსად არ წასულა, რა ხდება რუსთაველის გამზირზე, მაგის მიხედვით, ნუ იმჩელებთ, რომ აი ცოტა მინაულდა ეს აქციები და რაღაცა, ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ამის ტრანსფორმირება მოხდება და შიდა პროტესტის და გარეზეწოლაც აუცილებლად მიგვაღწევინებს იმას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ისევ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას და დავამთავრებთ ამ კოშმარში ყოფნას. ახლა თან ეს არ არის კოშმარის ბოლო წერტილი, ასე ვთქვათ. ამისთვის 31 მარტს რა უნდა მოვისმინოთ თქვენ, როგორ გონიათ, ან რას მოვისმენთ? 31 მარტს მე რამე განსაკუთრებულს რომ ნახავთ და რაღაც არ ველოდები და საერთოდ თარიღებზე არ მიმაჩნია რაღაც ჩამოგი. თუმცა ველოდები რომ ბევრი ხალხი იქნება, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული დღეა, 31 მარტი არის. მე მინდა ვინც არ იცის იმას შევახსენოს, მარტო რეფერენდუმის დღე არ არის. ეს არის 17 მარტს ჩაატარა საბჭოთა კავშირმა თავისი რეფერენდუმი, რომლითაც საბჭოთა კავშირი უნდა შეენარჩუნებინა. 31-ში ამის ჩატარება პირდაპირ სილის გაწვნა იყო მაშინდელი რუსეთისთვის. ეს იყო პირდაპირ აბა ომიგინდათ ტექსტები, ვისაც აქვთ იმ ადამიანების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ ძვიად გამსახურდიამ და მაშინდელმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც იყო უპრეცედენტო თავის გაბედულებით, არა მარტო მნიშვნელობით საქართველოს ისტორიით, არამედ გაბედულებით, ამიტომ 31-ში ფიქრობ, რომ ძალიან სოლიდური და შთამბეჭდავი გახარია ზურაბიშვილის გვერდით 31-ში. არა, არაფერი არ არის გამორიცხული, რა ვიცი. ხა მე ვერ გეტყვით, გიორგი გახარია საქართველოში არის თუ არა, ვერ გეტყვით. მე მგონი რომ ევროპაშია მაგ პერიოდში. 31-ში შეიძლება არ იყოს საქართველოში. ხალხაზე მე მგონი მიდის ბრიუსელში და არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რამდენიმე დღით მიდის. ქაბატონ ზურაბიშვილი 31-ში ჩამოდის რამდენად. ასე რომ ფიქრობ, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი დღე იქნება 31-ში. ანუ ახალი სათქმელი არ უნდა იყოს 31-ში, როცა ახსენებთ, რომ პროტესტი ჭირდება ტრანსფორმაციას, ხო, ამაზეც არის დამოკიდებული, რომ მოსულმა ხალხმა არ გულწრფელად მე ვარ ქრესტომატიული პროტესტების მომხრე. მე ეს პროტესტი, რომელიც ჩატარდა ქრესტომატიულად რო ჩატარებულიყო, ალბათ ამ პროტესტის ბუნდღა არ იქნებოდა დღეს. იმიტომ რომ ან დაიჭერდნენ, ან დააპატიან, ან რაღაცას იზამდნენ, რაღაცა და მესმის ეს ამბავი. მაგრამ პროტესტი, სადაც არ არის მოთხოვნა, რომელიც არის კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან კონკრეტულ ჩინოვნიკზე მიმართული, სადაც არ არის რაღაცა ვადები, სადაც არ არის ქრონოლოგია, სადაც და მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ პროტესტმა ბოლოს და ბოლოს უნდა გადაინაცვლოს იქეთ, რომ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინც არიან იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, უნდა გრძნობდნენ სერიოზულ დისკომფორტს ამ პროტესტების გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს საქმე, როგორ წავა, როდის წავა, როგორ გაკეთდება, ვინ რას იზამს და ასე შემდეგ. მე ამას ახლა წინასწარ ვერ გეტყვით. ის ხათ შორის სალომე ზურაბიშვილს ბალტიის ქვეყნებში აქვს ახლა ვიზიტი და იქ დღეს ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები უნდა იყვნენ შუამავალი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, როგორ უყურებთ ამას? ან ევროკავშირის ლიდერებს შეიძლება ეცალოს ამისთვის, ან იქნება თორე ეს ეფექტიანი. ბოლო წერტილი მაინც არის. მოდი ჩვენ ხო რეალისტები ვართ. თუ ჰაერში კიდია მოთხოვნა, პოლიტპატიმრები გაანთავისუფლდა დანიშნათ ახალი არჩევნები, ჰაერში ჩამოკიდებული მოთხოვნის გამომხმაურებელი მეორე მხრიდან არავინ არ იქნება. ჩვენ ზუსტად იქამდე უნდა იმ კონდიციამდე უნდა მივიდეს საქმე, რომ იძულებული გახდეს ხელისუფლება დაელაპარაკოს არა მარტო ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ როგორც ხედავთ, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიცია, ოპოზიცია პირიქით, მე გეტყვით, რომ უკანა პლანზეა, წინა პლანზე გამოვიდა ახლა არ არის ასეთ ვითარება, ასეთ ვითარებას უნდა მივაღწიოთ, სხვაგვარად რა ახალი არჩევნები ახლა გიჟი კი არა რომ დანიშნოს. ივანიშვილმა ამდენი იწვალა რომ არ დაენიშნა და პიკი გადაიტანა, ასე ვთქვათ, ასე თulis თვითონ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პიკები ჯერ კიდევ წინ იქნება. მათი როგორც წესი მოულოდნელია ხოლმე, ძალიან დიდი მადლობა. ზვიად ძიძიგური პარტია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვას.